მოგესალმებათ, რომ ჩვენი დიდი პატრიარქი შიომესალმე არის ძალიან ღრმადმორწმუნე ადამიანი და აღსარებელი. აი, მან ამას იმედზე ხამოდენიმე დღის წინათ იქადაგა 7 მაისს ჩვენი ქვეყნით ყველა სხვა ხალხი იყო 100,000-ობით ქართველი გამოსული და მათ შორის არაქართველი მოწმე ადამიანის ოჯახის ერთგული ხალხი და იქადაგა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა და ძალიან რომ არ შეიძლება აბორტის გაკეთება, შვილთან მკვლელობა, არაფერს არ შეიძლება შვილთან მკვლელობა და სამწუხარო სტატისტიკაა, რომ აი ამ დიდი წოდვის გამო რომ ქართველები მასებად იკეთებენ აბორტს სამწუხაროდ, მეთვალყურებს რომ ეს აღარ მოხდეს. შრომადობა ძალიან კლებულობს, ანუ მეტია გარდაცვალება, ვიდრე შრომადობა და მეთვალყურების გამოსვლას. ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ილია მეორე, როცა დააწესა ნათლობა ყოველი მესამე და მეტი შვილი მისი ნათლული იქნებოდა, ამან გარკვეული ბალანსის გამოსწორება გამოიწვია და ჩვენი პატრიარქი შიომესალმე ბრძანებს, რომ ეს გაგრძელდება, ნათლობა გაგრძელდება და მეცვაინებს, რომ ქართველები გამრავლდეთ. გამოიწვია ამან გარკვეული ესეთი ზოგიერთი დროინვა, რომ აი რატო თქვაო პატრიარქმა, რომ აბორტი არ გაიგოთოთ. პატრიარქმა თქვა, რა არის აბორტი? აბორტი არის შვილთან მკვლელობა. ჯერ კიდევ დაუყოდებენ შვილთან მკვლელობა, შვილების მკვლელობა. პატრიარქმა თქვა, რომ მოკლავთ თქვენ შვილებს როგორც. ეს უბრალო ნათქვამია ჩვეულებრივი. ნუ მოკლავთ საკუთარ შვილებს. და კათოლიკეში გამოიწვია ესეთ საოცარი ასე თქვა დროინვა, რომ პატრიარქს მიგითხავს, ჩვენ გვინდა მოკლავთ ჩვენ შვილებს, გინდა არ მოკლავთ. აი ეს მთელი უბედურებაა ესე და არაფერს არ შეიძლება ესეთი რაღაცა, ეს ხო ძალიან ელემენტარული რაღაცა. ნუ მოკლავთ თქვენ საკუთარ შვილებს და ნებისმიერი ახალ ადამიანი, რომელიც ადამიანია, მან უნდა ეს მიიღოს და თქვას, რომ რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი ცოდვა. წარმოუდგენლად ცხოველიც კი არ აკლავს თავის შვილს. ხოლო ამის პასუხი უნდა იყოს ერისგან, რომ დიდება და მადლობა უფალს და ვილოცოთ ყველამ, რომ ეს აბორტის ცოდვა არ იკვეთოს. ჩვენ მივიღეთ ზოგიერთისგან წარმოუდგენლად არაადეკვატური პასუხი. ვინ გითხავს პატრიარქს, რომ ჩვენ შვილებს გინდა მოკლავთ, გინდა არ მოკლავთ. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ნორმალური ცნობიერების პასუხი. ნამდვილად არის. რა არის აბორტი? აბორტი არის ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობა, მაგრამ დამამძიმებელ გარემოებებში. წერი არაკაცკლა, მოგესალმებით. მათი მცნებიდან ერთი არის არაკაცკლა. ეს არის ძალიან მძიმე ცოდვა, საშინელი ცოდვა. მაგრამ განუზომლად უფრო მეტი მძიმე ცოდვაა, როდესაც პატარა ბავშვი კლავს ვინმე. პატარა ბავშვი. და დაეცია ქუჩაში და პატარა ბავშვი მოერია და მოკლა. ეს არის საშინელება, მით უმეტეს, ხო? მაგრამ ამაზე მეტი ცოდვა, როცა აკვანში დედა დაუძახებს ვიღაც ადამიანს, ჯალათს, მოდი ახლა ჩემი შვილი დაჭერიო ნაწილ-ნაწილო, იმიტომ რომ მე მიშლის ესო, კაი ცხოვრებას. მიჭირს რომ და რა ვქნა, ხე ეს რომ დაიბადოს უფრო გამიჭირდება, ეს რომ დაიბადაო, აქო და აკვანში წევს, ამას ჭამა უნდა, ოსმა უნდა და ამას ხوارვაჭმე და ვასმეო და მოდი ამას თავი მოჭერიო, ხელი გამოჭერიო, ფეხები მოჭერიო, ხელები მოჭერიო, დაანაკუცე და გადაყვაროთ. აი ეს ხო წარმოუდგენლად უფრო საშინელი ცოდვაა, მაგრამ ამაზე მეტი საშინელი ცოდვაა აბორტი. რატო? იმიტომ რომ ის პატარა ჩვილი, ის პატარა ბავშვი და პატარა ჩვილიც კი აკვანში ყოფნი, ყვირილს ატეხავს, კივილს აიწყებს კაცო ბავშვი რომ იქნობს საფრთხეს, აყვეძება და შეიძლება ვიღაცამ გაიგოს ეს და მიეშველოს და გადაარჩინოს ბავშვი. ხოლო დედის მუცელში რო არის ბავშვი, რა ქნას ის ხო სრული ადამიანია. თქვენ ყველას გინახავთ ალბათ, აბორტის ცოდვა არის გადაღებული ულტრაბგერიცით.
და როგორ გაურბის დანას პატარა ბავშვი. ის კივის, მაგრამ ის ესმის. გაურბის დანას. და აი ესე დედა და ის ექიმი სიამბლე ჯალათი ჭრიან ნაწილ კუწავენ ესე გამოაგდებენ გარეთ და გადააგდებენ. ნუ ეს არის წარმოუდგენლად ეს კასტაკლაზე ბევრად უფრო საშინელი ცოდვაა. ხო და ამიტომ უნდა ყურადღებოთ დედა ეკლესიის ხმა. ამაზე კი არ უნდა გამწარდეთ და ეშმაკა კი არ უნდა დაგვიფროს. აი ასეთ შემთხვევაში უფალი ეუბნება იმ ხალხს, რომელსაც მის სიტყვები არ ესმით და არ უნდა თქო გაიგო. ჩემი სიტყვა თქვენში ვერ ეტევა. იოანეს ახალი ბაშტერი. ვერ ეტევა ჩემი სიტყვა თქვენში. და ასე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამტევნი უფლის სიტყვის. აი გაბოროთ და ზოგიერთი. აი ახლა გუში მიუვარდა საპატრიარქოში ვიღაც ეშმაკისგან აღზრული, ანუ გაბოროტებული. შეამტრია საპატრიარქოს კარები მანქანით და გადმოვიდა მანქანიდან იქ რაღაც მანქანები დააზიანა, ბოთლებს ისროდა და იგინებოდა, ყვიროდა, ილანძღებოდა. ნუ ეს ცოდვა რა თქმა უნდა. ეს იყო პირდაპირი ნიშანი იმისა, როგორ გამწარდა ეშმაკი ჩვენი პატრიარქის აი ამ უბწყინვალეს გადაგებას. მე მახსენდება, როცა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე პატრიარქად აკურთხეს. რამოდენიმე დღის შემდეგ საპატრიარქოში ხანძარი გააჩინა ვიღაცა. ისე გამწარდა ეშმაკი. ჯოჯოხეთი გამწარდა. იმიტომ რომ აკოდენა ძალიან დიდი სულიერი ძალა მოვიდა საქართველოში პატრიარქად აკურთხეს. იგივე მოხდა დღეს გუშინაც. გამწარდა ეშმაკი, იმიტომ რომ უზარმაზარი სულიერი ძალა მოვიდა ჩვენი პატრიარქის ილია მეორის მოსაკურთხებით საქართველოს პატრიარქად და გამწარდა ეშმაკი და ესეთი რაღაცა გააკეთებია იმ საწალობედურ კაცს. რა უნდა ვუყოთ ახლა ჩვენ იმას? ასეთ ადამიანებზე ერთადერთი გამოსავალია უნდა ვიღოცოთ მათთვის, რომ ბოროტისგან დაცული და ქრისტეს სიტყვების მიმღები გახდნენ, რომ მათში დაეტიოს უფლის სიტყვა. არა ისე, როგორც მე მინდა უფალო, არამედ როგორც ჩვენ მინდა, ასეა თქვა. ამიტომ აი დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ მოგცა ასეთი ღირსეული და უდიდესი პატრიარქი, როგორიც არის შიომესანი. როგორ გაბოროტა ეშმაკი კაცს? უწმინდესმა და უნეტარესმა შიომესაგემ მზანა, რომ ჩვენ თუ არ მივანებებთ აბორტების კეთებას თავს, მილovat რეჟიმში ვართ თუ ქართველები. და შეიძლება დადგეს, რომ ჩვენ ძალიან უმცირესობაში აღმოვჩნდეთ და გადაშენების ძალზე დავდგეთ საერთოდ. ამიტომ არაფრით არ შეიძლება ეს არის ივერია, ეს არის საქართველო, ეს ქართველთა ქვეყანაა კაც. ხო და ამაზე ეს რო თქვა, ამაზე გამწარდა ზოგიერთი. როგორ გაბედაო პატრიარქმა თქვა, რომ ქართველები უნდა გამრავლდეთ. რა ვიცი მე აქ ეს გააბოროტა ეშმაკმა, ეს საწყალი რომ მივარდა საპატრიარქოში და ჭიშკარი დაამტრია და ფანქარა დაამტრია და იგინებოდა. იქ ის გააბოროტა, რომ გამოვიდა რამოდენიმე ადამიანი და ჩვენო შეურაცხყოფილად ვნავთო თავსო და რა თქმა შეურაცხყოფილად თავს, რომ მათ მიმართავ ახლა მე. თუ პატრიარქმა თქვა, რომ უნდა გამრავლდეთ ქართველები, რომ ესე იგი თქვენ თვლით, რომ ქართველები გამრავლდებით, ეს თქვენთვის შეურაცხყოფა და საშიშროებაა. ეს არის, ესე იგი თქვენ არა ხართ ქართველების მოკეთეები მაშინ, ასეთი ადამიანები. არც მეტი არც ნაკლები მტრები ხართ ქართველების. სამწუხაროდ. როცა შენ ამბობ, როცა პატრიარქს პასუხობ მის ქადაგებას, სადაც პატრიარქი ამბობს, რომ ქართველები უნდა გამრავლდეთ და გამრავლდება რომ მოხდეს აუცილებლები ამბობთ სულ შეწყდეს. როცა შენ არ მოხსოვს ეს სიტყვები და თვლი შენ პირად შეურაცხყოფას ქართველების გამრავლებას, შენი პირით აღიარებ, რომ შენ მტერი ხარ ქართველებისთვის. და ეს არის ძალიან საშიში პირველ რიგში თქვენთვის შვილებო. ძმებო და დებო, ვინც თქვენ ასე ფიქრობთ. იმიტომ რომ თქვენ იცით დიდი სერაფიმე საროველი ამბობს, რომ არ შეებრძოლოთ ქართველებს და არ დამპირისპირდეთ მათო. იმიტომ ეს ღვთისმშობლის სიკვდილი რეალია და ომი ღვთისმშობელთან გექნება და განადგურდებით.
აი ესა. რას ამბობს ილარიონ ქართველი? ეს სერაფიმე საროველი მე-19 საუკუნეში. ხოლო რას ამბობს ილარიონ ქართველი? აი როდის, აი ადრეულ შუა საუკუნეებში. მე-10 და მე-9 საუკუნემდე. რას ამბობს? როდესაც მან და მისმა მოწაფეებმა ქართველებმა თავი შეაფერეს რომელიღაც ბერძნულ მონასტერს შამთაზე ემგული ამიდობის გამო მიტოვებულ ეკლესიას იღუმენმა მონასტრის მონდობა მათ გაგდება და დაავალა მორჩეს რომ ეს წადი ახლა და გავიდა ისინი აქ და მაშინ ილარიონ ქართველმა უსრა ამან გავათევთო წოდიო და ხალდინას სწავლობთ და რომ უტანა იღუმენს ამ მისმა მორჩილმა ბერმა ეს პასუხი უთხრა თუ არ წავლეყვალო ჯოხით გამოიკეთე და ძმები გამოიყვანე და ძალიან გაყარე იმავე ღამეს გამოეცხადა ღვთისმშობელი ამ იღუმენს საწყალს და საშინებლაში ჩავარდო უგუნურო ბერო შენ ვისეულე მაგის არიცი რომ ეგენიო ჩემი ერიაო არიცი რომ ჩემი ცილკვედრიაო ივერიელებიო და მათი მტრებიო ივერიელების მტრები ჩემი პირადი მტერი რო არიცი ესაო და ისე შეშინდა გავს ჩოქვა-ჩოქით მივიდა და ოდიშებს უხდიდა ილარიონ ქართველს ესეა შვილებო ყოვლას მინდა ღვთისმშობელი არის ქრისტე მაცხოვრის განკაცებული ღმერთის ზედა ყოვლას მინდა სამების მეორე იბოსასმა ხორცი შეიცხა სამყარო შემოქმედმა და ადამიანის სახით მოვიდა და ღვთისმშობლისაგან შეიცხა ხორცი ხორცი შეიცხა ღვთისმშობელში და ამიტომ და ღვთისმშობელს აქვს წარმოუდგენლად დიდი ძალა თქვენ იცით რომ მისი თხოვნით უფალმაწყალე ვინოთ აქცია წმინდა წერილის თავისივე დაწერილი შეცვალა იერუსალიმიდან გადაეცა სასწაულები და დედამ როთხოვა გალიასგან გადაეცა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელის წინააღმდეგ წასვლა და მისი ერის მტრობა ეს არის ძალიან ბოდიში მაგრამ რო არ გითხართ არ ვიქნები სწორი იმიტომ რომ მინდა რომ გაგაფრთხილოთ ეს არის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა საკუთარი თავისთვის ყოვლად მინდა ღვთისმშობლის წინააღმდეგ წასვლა და მისი მტრობა და ქართველი ხალხის მტრობა ეს არის ღვთისმშობლის წინააღმდეგ ჩადენილი მტრობა ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ რა თქვა მეუფეში წმინდესმა და უნეტარესმა შიო ჩვენი დიდი პატრიარქის მიერ გამორჩეულმა ღვთისაგან და დედა ღვთისმშობლის მიერ და ანდრია მოციქულის მიერ მისი ინტრონიზაცია ხომას გვეუბნება ჩვენ ყოვლად მინდა ღვთისმშობლის შეუულია ის მან დაადგინა ის საქართველოს პატრიარქად რა თქვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო ნუ მოკლავ შვილებს ნუ მოკლავ საკუთარ შვილებს და ყოველი ოჯახი რომელიც სამწუხაროში ტრიალებს განწირულია ამაზე ატეხეს ერთ სიუგე ბიჭო შეუნანებელი წოდო არ არსებობს მაგრამ რა თქვა პატრიარქმა თქვა რომ ოჯახი რომელიც ამ წოდვაში ტრიალებს ანუ სისტემატურად აკეთებს ამას და სინანულის ნიშანწყალიც კი არა ის განწირულია ის დაიღუპება ამას რაც უნდა ლაბარაკი ღმერთმა მოაქციოს ამიტომ ამბობს მეუფეში აფრთხილებს იმას უწმინდეს და უნეტარესიშიო ამიტომ აფრთხილებს ჩვენი პატრიარქი დიდი პატრიარქი იმ ხალხს აფრთხილებს ასეთ ადამიანებს რომ გამოფხიზდით რომ არ დაიღუპოთ მთელი ოჯახი მოტრიალდით და გაანებეთ თავი ამ საშინელ ცოდვას რა ჩვენ არ ვიცით რომ ესეთი ოჯახები არსებობს ვიცით აი ეს გაჭირვება ეს ის კომფორტი ეს თავის შეწუხება არ გვინდა ის გარეგნული სილამაზე არ მინდა დავიზიანოთ და დაგეგმარება ოჯახების როგორც არის ეშმაკებისგან მოგონილი და აი ეხლა მოდიეთ 5 წელი შვილი არ გვეყოლოს და 5 წლის განმავლობაში დღე და ღამე ამბობს აკეთებენ პერიოდულად აი ასეთ ოჯახს იანობს ჩვენი დიდი პატრიარქი უწმინდეს და უნეტარეში და რა თქმა უნდა თუ ისინი ამას თავს არ დაანებებენ მათი ბოლო არის ჯოჯოხეთიშვილი რა უკრას ახლა ასია და ჩვენ რა რომ არ მოხდეს ასე უნდა გაანება მოცულასთან შემნანებელს ყველაფერი აპატიება ვინც გული შეინანებს ყველაფერი აპატიება ნუ მოგლა შენ შულწო ვიცხა პატრიარქმა და შენ ვიღარ დინათვარა მოგლა ჩემი საკუთარი შვილი უნდა მოგლა მიკითხო შენ ნუ რა ის ყველა მას გადასულია ეს პირდაპირ სატანისეული ყვირილია რა ამიტომ ეს მაგალითად მყოფო შენ პატრიარქი შილომოსა ის ეს ღვთისმშობლის შეუძლია
ანდრია მოციქულის შეუძლია და ჩვენი პატრიარქის ილევანის შეუძლია და გაამწყნოს განადიდოს წმინდა ჯანმრთელობა და ღირსება მიცეს და ყოველთა ხილთა უხილოთა მტაცაგან დაიცვას და დაიფაროს. მერთმა დაგლოცოს და გაგახარო და გაგახარო. მერთმა დაგლოცოს ყველა ვინც არის საქართველოში მცხოვრები. მერთმა ვინც არის ქრისტიანი ყველა მოაქციოს. ვინც ამ ცოდვაში აბორტის ცოდვაში ყველა შეანანებიოს და მოიყვანოს ეკლესიაში და მეატოებიოს ეს საშინაო ცოდვა. მამა გაბრიელმა ნახა თქვენი სიამოცხადება. მოცულობდა ღვთისმშობელს ელეძებოდა ქართველები გაამკრავდნენ. და ღამე გამოცხადება ქონდა. შეიყვანეს და ჩაკეტეს რაღაც მნებოთაში. და ზევიდან პატარა ბავშვების ნაკებილი ხორცი, თავი, ფეხი ცვიოდა ჩვილების დაალბადებებში. და გამოეცხადა ყველას ვინა ღვთისმშობელი ძალიან მრისხადეთ სახით დაუთხრა. ამის გამკეთებლებ მევედრები თუ საქართველოს გამრავლებას საქართველოს. აბორტ გაკეთებული ბავშვების ხეული ცვიოდა. აი ეს არის ამიტომ მერე ამბობდა მამა გაბრიელი ვერცმან ურავის და ანახოსო განრისხებული ღვთისმშობელი ისეთ საშინელი განრისხებული იყო უნდა ამოვიდეთ ჩვენი ბავშვებიდან უნდა ამოვიდეთ და ეს კიდე დავამატეთ როცა ქვეყანაში აკრძალული არ არის აბორტი ცოდვა არის მთელ ერზე იმიტომ რომ მთავრობა ხალხისგან არის არჩეული როცა მთავრობას არ აქვს აკრძალული აბორტი ანუ ერთს არ აქვს აკრძალული აბორტი ახლა მთავრობა ერისგან არის არჩეული და მთელი ერი ამ პატარა ბავშვების უწევ ბავშვების ყველობის სოძვის ქვეშა. ეს არის საშინელება. ამიტომ ამ სოძვიდან რომ ამოვიდეთ, დაუყოვნებლივ რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლებამ აბორტის სოძვა უნდა აკრძალოს, რომ ეს სოძვა მოეხსნას. მერე თუ ვინმე აბორტს გაიგეთებს, ეს მისი პირადი სოძვა იქნება. და არა ერის, არა მთელი საქართველოს. და ყველანაირად ამაზოს უნდა შეეწყოს ხელი იმას, რომ თუ ვინმე გაჭირების გამოიგეთებს აბორტს დახმარება გააჩიოს მას რომ უნდა იყოს ქადაგება მასთან პირად საუბრები რომ ამას ნუ გააკეთებს უნდა ამოვიდეთ ჩვენ ამ საშინელი წარმოუდგენლად საშინელი მკვლელობის სოდები და მთელი ერი მერტმა და გახარო